სოფელ კორცხელში გამთენიისას მამაკაცი საკუთარ სახლთან დაჭრეს. ზურაბ ხასია კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეა. ხასიას ოჯახი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს, რადგან დაზარალებულის მეუღლის განცხადებით ის 2 თვის წინ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან. დაძახების ხმა გაიგო ზურიმ, უცებ შარვალი ამოიცა მეძახისო ვიღაცაო, გავარდა გარეთ კარების ხმა და გასროლის ხმაც ერთი იყო. ზურის გასვლა და გავარდნა იარაღის ხმაც გავიგონე და ზურის ბღავილი. მე რო გავარდი და მივედი უკვე ძირს გორავდა. 15 ივნის ვერაფერი ვერ წარადგინეს, ესე იგი დეპარტამენტ მოტივი არ იყო არანაირი და ვადა იყო 10 დღის მიცემული დეპარტამენტს მიეცა 10 დღის ვადაში უნდა წარედგინათ დამამტკიცებელი დოკუმენტაცია იმისა, რომ რის საფუძველზე იქნა ეს ბიჭი აყვანილი კადრების განკარგულებაში. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მორიგე ექიმის განცხადებით მას მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შოგის დარბაზში შემოყვანილი იქნა პაციენტი, რომელსაც მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასრული ჭრილობა მუცლის არეში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე, პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სასწრაფო დახმარებები, რის შემდეგაც სასწრაფო წესით გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.